მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. ეგეთი იდეა მომივიდა თავში. ამას ნათ გეკავდით ძველ გაზეთებს. კერძოდ გასული საუკუნის, აი 10-იან წლების გაზეთებს და უფრო ადრინდელსაც. მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის. გაოგნებული დავრჩი, ესე იგი ისეთი მსგავსება დღევანდელ დღესთან რო უყურებ, ხო? ნუ აი გაკვირვებული ვარ მოკლედ და გადავწყვიტე რომ თქვენთან ერთად გადავიკითხო ეს გაზეთები. თუ იდეა მოგწონთ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და აი დღეს ვცადოთ ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რა გამოვა და როგორ მოგეწონებათ. მე მინდა ისეთი გაზეთები შემოგთავაზოთ, ეხლა ყველას თავში ძველი გაზეთიდან მოსდის, რა თქმა უნდა, ავტომატურად რომ ეს არის ივერია. ივერიის გარდა ათეულობით კიდე გამოდიოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები. მე ისეთი გაზეთები შევარჩიე, რომლებიც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის. და მინდა წარმოგიდგინოთ ყოველკვირეული ჟურნალი ნიშადური, რომელიც გამოიცემოდა 1907-1908 წლებში. ამ გაზეთში თანამშრომლობდნენ ისეთი ბუმბერაზები, როგორც ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, აკაკი შანიძე, გამონათვალი ძალიან დიდი და ხარისხიანი ესე რო ვთქვათ, წყალებში და დავიწყოთ, გადავხედოთ, ავიღე ხა შემთხვევით ესე რომელიც მოხდება ხელში, მოდი ესე გავაკეთებ. ეს გახლავთ 55 ნომერი 1908 წლის 3 აგვისტო. ეს ჟურნალი სატირულ-პოლიტიკური იყო. მოგეხსენებათ გასული საუკუნის 10-იანი წლები განსაკუთრებით გარდამტეხი აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსათვის, არა მარტო საქართველოსათვის. საშინლად დაყოფილია პარტიული ნიშნით საზოგადოება, ოჯახები, მეგობრები და აი მიდის იმისტია, ეს ამისტია. აი ეხლა უკვე იწყება ამავდროული იგავ-არაკები, სიზმარი და ცხადი. აი ნახოთ ეხლა როგორი მსგავსება. ისევ არაფერი ახალი თბილისის სისქუეში. იყო და არა იყო რაო, იყვნენ ქართველი ესდეკები. ესდეკები არიან იგივე სოციალ-დემოკრატები. და იყო საქართველოში ისეთი ხანა, როცა შესაძლო შეიქმნა ხმამაღლა და ბრჭყალებში დაუსჯელად კანონიერ ისტორიულ იურიდიულ საფუძველზე დამყარებული მოთხოვნილება ყველას წარედგინა. ჩვენი კეთილის ყოფილის ბრჭყალებს წერია და კულტურის შემომტანი ბიუროკრატიისათვის. მას ჟამსაშინ აზნაურნი და გლეხნი, ერი და ბერი, მდიდარი და ღარიბი, ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა ერთხმად ითხოვდა თავის უფლებას და უმთავრესად კი 100 წლის წინათ წართმეულ ავტონომიას. ამ დროს ქართველ ესდეკებს ავტონომიურად ეძინათ და სიზმარში სულ პროლეტართა დიქტატურა და ცენტრალიზმი ეზმანებოდათ. სამი წერტილია, თქო სიზმარი ესდეკების და გამეფდა დიქტატურა არადემოკრატიული, არამედ ბიუროკრატიული და განხორციელდა მათთვის სანატრელი ცენტრალიზმი. 1908 წელი. დრონი იცვალნენ, სიზმარი განქრა და ჩვენებურ ესდეკებს ხელს შერჩა ცენტრალიზმი. ცენტრალიზმი თავისი დიქტატურობით და ქვეყნების განადგურების ტენდენციით. დასკვნა, ყავს თვალი არ ჰქონდა და წამწამს ინატვრიდაო. აი ესეთი ამბებია ბატონებო. ავტორი არის კვითი. ფსევდონიმებით არის ყველა ძირითადად წარმოდგენილი, ზოგი ვიპოვე, ზოგი ვერ ვიპოვე. აი ეს ჩიბათი მომეწონა ძალიან რა. ნახეთ და საინტერესოა. ჩიბათი ენციკლოპედიური დაწესებულება. კრებებზე დასწრება გსურთ წადით აფთიაქში. ესდეკთა ბელადებს იქვე ნახავთ. სოციალისტ კაც მუდამ იქ არის. ბოიკოტის გამოცხადება აფთიაქში სწყდება. ჩხუბს და შფოთს აფთიაქში დაესწრობით. აშიყობის გაკვეთილები და გამოცდა იქოია. მიხვდით ალბათ რაც გულისხმობს. ესდეკების პენსიას არიგებენ აფთიაქში. ბანკობანა ხომარბაზობაც აფთიაქშია. სიკვდილსაც აფთიაქში მონახავთ. ყლებაც არ აქცდებათ აფთიაქში. აი რა საინტერესოა, ეს უკვე ფარმაცევტული მიმართულებით ყალებში შაყირი. ფედერალისტი, მაგენის არაფერი გამეგება. ყველაფერს მოხვეულები არიანო. გაუმაძრავთ, ელს გავს ფედერალისტი და ვერაფერს აკეთებენო. კადეტების ხალხთა თავისუფლების პარტია ბიძაშვილობას მაგას ნუმეტყვი. დაგეძგერება გულს და გადაგაბრუნებსო. ებრაელთა ბუნდი. ეს არც გამიგია. იგენის საქმე მუდამ ბუნდად იყო და ბუნდად დარჩებაო. კიდე ნახეთ და საინტერესოა პოლონელთა კოლო. იგენს დიდი ხანია კალოს წაართვეს და სალეწიწო.
რევოლუციონერები, გადარეული ხალხია, სოციალისტები, დაიღუპოს იქით, გლახები არიან. ავტონომისტი, მაგია ბიძია ჩემი საქმე. მე პრისტაობას და სხვა კაც თავზე ვერ დავისვავო და კაია ჩემთვისო. ეგ ავტონომისტები არიან ესენი, უნდა საქართველოს ავტონომიას ითხოვენ ამ შემთხვევაში. ეგ არის დაპირისპირება ძალიან დიდი. ოქტომბრისტები, მაგი შემოდგომა არაა. ჭეშმარიტი რუსებისა, ნახეთ რა საინტერესოა. ბჭყალებს წერია. ჭეშმარიტი რუსებისა. იმე სადაური ჭეშმარიტი რუსებისა, როცა შიდ ნამდვილი რუსი ერთი არ ურევიათო. ისეთივე ჭეშმარიტია, რა მთელი რუსეთიო მაგ პარტიაო. SDK-ების პარტია. დეიღუპო ნიკით, ვიცხა ბიჭაბუჭები შეყრივან. მოგსკენ და სულ ერთიანად წაგვილწესო. დემოკრატი გაბრაზდა ბიძია. მაგენმა ამოაგდეს ჩემი ოჯახი და დამაქციეს და მაგათ შევიყვარებო. აი ესე წერს ვინმე ფსევდონიმით გესლიანი. ძალიან მომეწონა აი ეს ლექსი რა, შედევრია, პროპაგანდისტის სიმღერა. მე ვარ და ჩემი პარტია ქვეყნით მომფენი ნათლისა. ბეჩავი მოძმის გამყვლები და მატყუარა ხალხისა. დავდივარ დაბა სოფლებში, მართავ მიტინგს და კრებასო, მოქარგულ ენით ვავრცელებ, სულ ყველგან მარქსის ცნებასო. შეგვიძლია მარქსი ამოვიღოთ და აი ნახეთ. როგორ ემთხვევა რაღაცებს. გლეხებს პირდები 60-ის თავად აზნაურთ მამულებს, ვაძაგებ მღვდელს და ბურჟუებს, გლეხთა ზუგზედ გასუქებულებს. თავიანთ ენას ამშობლოს ვასწავლი მათ დაგმობასა, თვისტომარის უარყოფას, რუს-თათარ სომხის ძმობასა. აი ხა ქალებს მიმართავს ეს განსაკუთრებით აქტუალურია. ქალებს მიუმართავ თუ დღეს შენ დააკარ კესზე მჭადია, ნახეთ? ხვალკი ქმარმა მჭადიაცხოს, შენ კი კრებაზე წადია. გასათხოვროს ტკბილად ვეტყვი, ვინაც გსურთ მათ წაყევითო, უკანონო ქმარს რაღაც ჯობს, ბევრს გამოიცვლით ხინითო. შვენიერია რა ბწყალებში. ამ დაპირებით ლაქუცით მომელის ხაჭაპურების სადილო ახშამი დაღვინო, ჯიბეშიც წრისა ფულები. აი ეს გრძელდება კიდე ეს ლექსი, საკმაოდ ვრცელია და როგორი აქტუალურია, მე ესე მომეჩვენა და რომელიც ალბათ დარჩება, იყო და არის აქტუალური თემა. თუ მოგწონთ ეს მიმართულება ძველი გაზეთების ქექვა ბჭყალებში და მიმოხილვა და წაკითხვა შემატყობინეთ კომენტარებში და გავაგრძელებ კიდევ. მოკლედ დღეს აი ამით შევწყვეთ გაზეთების მიმოხილვას. თემა ძალიან ვრცელია, ეს გაზეთი გახლავთ 16 გვერდიანი და ერთ იმაში გადაცემაში ამას უბრალოდ დღევანდელი ეპოქალური დროის სიდუხჭირის გამო შეუძლებელად მიმაჩნია და ალბათ შეიძლება და გაიწელოს კიდევაც. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ხო, შოთა ჯერ კიდე როდის ამბობს ამას დღევანდელი სოციალურ ქსელებს, რომ შეესატყვისება თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა, ნახვამდის.